სატყეო რეფორმა და ტყის მართვის ახალი პოლიტიკა საქართველოში, რომელიც ტყის დაცვის გაუმჯობესებას, ტყის მოვლა აღდგენასა და რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს. ცვლილებები მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მეტყევეების ინსტიტუტის განვითარებას და ტყის აღდგენის პროგრამების გაფართოებას. რა ნაბიჯები იგეგმება ამ მიმართულებით და როგორ შეიცვლება ტყის სარგებლობის პრაქტიკა, თემაზე ვრცლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან კარლო ამირკულაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე ამ თემაზე, სატყეო მიმართულებით არსებულ რეფორმებზე ამ გადაცემაში და ყოველ ჯერზე სულ ხომ ესეთი განცდა, რომ თუ წავიწიეთ წინ რაღაც ეტაპიდან რაღაც ეტაპამდე, ხომ არ არის ეს რეფორმა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვათ, რომ ჩვენ რეფორმას ვახორციელებთ, მაგრამ კონკრეტული შედეგები არ გვაქვს. ამიტომ ჩემი პირველი კითხვა იქნება, სად ვართ ახლა ტყის რეფორმის კუთხით და რა მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას ქვეყანაში და მე ვისაუბროთ იმ ყველა მიმართულებაზე, რომელიც ამ ნაწილს და ამ რეფორმას, რომელსაც ეს რეფორმა მოიცავს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხის დაინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რა ხდება დღეს რა ეტაპზეა სატყეო სექტორი. მოგეხსენებათ, რომ ამაზე ნასაუბრები გვაქვს ჩვენ, რომ საქართველოში 2019-2021 წლებში განხორციელდა პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა და აი ამ ეროვნული აღრიცხვის დროს დადგინდა, რომ ჩვენი ტყეები არის დეგრადირებული. რას ნიშნავს ეს უფრო კარგად რომ განმარტოთ ჩვენი მოსახლეობისთვის ტყის დეგრადაცია? ეს არ ნიშნავს, რომ 35% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაქრა ან ყველგან არის, ასე ვთქვათ, გაჩანეგებული. აქ ნაგულისხმები არის მათ შორის ის, რომ აი 35 წლის დაახლოებით სარგებლობამ ამ ტყეებისა და თქვენ იცით, რომ მათ შორის ძირწილად საქართველოს მოსახლეობა გადარჩა 90-იან წლებში საშიში რესურსის მოხმარების მიმართულებით, როდესაც ჩვენ გქონდა სერიოზული ენერგოდეფიციტი ქვეყანაში და აი ამან გამოიწვია და არა მხოლოდ ამას ემატებოდა კიდევ გარკვეულწილად უკანონო სარგებლობა, ის რომ 35% არის დეგრადაცია. და ეს 35% დეგრადაცია მოიაზრებს მათ შორის ისეთ მდგომარეობას ტყეებში, რა დროსაც მოხდა გარკვეულწილად სახეობათა ცვლა. აი ადვილი და მარტივი უფრო ჩვენი მსმენელისთვის გასაგები რომ იყოს ის უნიკალური მუხის კორომები, ის უნიკალური მუხის ტყეები შეიძლება იყოს ჩანაცვლებული უფრო დაბალი ხარისხის მერქნული რესურსით, შეიძლება იქ იყოს ბუჩქნარი წამოსული, რომელსაც ჭირდებოდეს გაწმენდა და ასე შემდეგ. ანუ გადაუდებელი საჭიროება დადგა აი ამ რეფორმის იმისათვის, რომ ჩვენ გარკვეული მყისიერი ნაბიჯები გადავდგათ ორი მიმართულებით. ეს არის ტყის ფიზიკური დაცვა და კონტროლის გაძლიერება და მეორე, როგორც თქვენ ახსენეთ, პოლიტიკის ცვლილება. რას მოიცავს მაშინ ეს რეფორმა? ახლა ახსენეთ ორი მიმართულება, თუმცა უფრო კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა ხორციელდება ან რა იგეგმება იმისთვის, რომ ამ რეფორმამ შედეგი მოგვცეს? საუბარი არის პოლიტიკის, უпростоრედ დარგობრივი პოლიტიკის და გასაგები რომ იყოს სატყეო დარგის პოლიტიკის ცვლილებაზე, რომელიც ძირითადი ამოცანა არის ტყეების ერთის მხრივ ფიზიკური დაცვა და მეორე ტყეების აღდგენის, მოვლა აღდგენის მიმართულებების გაძლიერება. პირველით დავიწყებ, გასულ წლებში გაიზარდა მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობა და ხელფასები, თუმცა წელს 2026 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომ სატყეო სააგენტოში, სატყეო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასები თითქმის გაორმაგდა. გადაწყვეტილი არის, რომ და მომზადებული არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია, პასუხისმგებლობა, მარტივად რომ ვთქვათ, ეკისრებათ კვლავ ტყის მცველებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანის დამატება იქნება საჭირო საქართველოს რეგიონებში. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ თუ კი ერთი ტყის მცველი პასუხისმგებელი იყო 3000-ზე მეტ, ზოგ შემთხვევაში 5000 და ზოგიერთ შემთხვევაში 10000 ჰექტარის დაცვაზე, მოვლა პატრონობაზე, ამ ტყის მართვაზე, დღეს ამ რეფორმის მიხედვით ეს ფართობი ჩამოვა დაახლოებით იმერყევებს 2000-დან 2000. რა ვადაში უნდა განახორციელოთ, მათ შორის ეს ნაწილი, რაზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ და შედეგის თვალსაზრისით, აი როგორ გავზომავთ, რამდენად შედეგიანი არის ამ მიმართულებით ეს რეფორმა?
ზოგადად სატყეო სექტორში შედეგები ცოტა გვიანდგება. დღეს ჭირდება დიდი დრო იმისთვის, რომ შედეგი გვაჩვენოს, ისევე როგორც ტყის დარგვას და აღდგენას საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება, თუმცა არსებობს ამისი როგორც საკანონმდებლო, ისე მეთოდოლოგიური მიმართულებები, რომ ეს გავზომოთ. მე მაინც მინდა ორი სიტყვით დაუბრუნდე, დავასრულო ეს ტყის ცველების საკითხი და ფიზიკური დაცვა, იმიტომ რომ ეს კავშირში არის შემდგომ უკეთეს შედეგებზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2000-2500 ჰექტარის მიმაგრებაზე თითოეული ტყის ცველისთვის, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთესად დაცულ ტყეს, მაგრამ ამ დაცულობის მიღმა კიდევ უკეთესად მართულ ტყესაც და უკეთეს შედეგებს აი ამ დეგრადაციის ფონზე. და მინდა რომ აქვე მივაბა საკითხი ტყის მოვლა აღდგენის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ეს ადამიანები არ გვჭირდება მხოლოდ ტყის ფიზიკური დაცვის და ამ პასუხისგებლობებისთვის ლოგიკურია, არამედ გვჭირდება მათ შორის იმისთვის, რომ მათ კონდეთ დავალება რომ უკეთესად მიხედონ, უკეთესად მოუარონ იმ აღდგენილ და აღსადგენ ფართობებს, რომელიც ეხლა ტყის მართვის ორგანოები გეგმავენ და ამის გეგმაზეც მინდა ვისაუბრო რამოდენიმე სიტყვით. თუ შეგვიძლია იმის თქმა, რა მოცულობის ტყის ფართობს მართავთ ამ წუთა სახელმწიფო და როდესაც ვსაუბრობთ მართვაზე, რას ნიშნავს ტყის მართვა და რამდენად ეფექტურია დღეს აქამდე განხორციელებული პოლიტიკა ამ ტყის რესურსების მართვის კუთხით და რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ დაუშვათ ეს მართვა კიდევ უფრო ეფექტური იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ტყე ჩვენთვის არ არის უბრალოდ ტყე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რომელიც ყველა თვალსაზრისით ამ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეალურად ესეთი სარგებლის მიმღები დაუშვათ სტრუქტურა ერთეულია, რომლის დაზიანებამ ძალიან სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს ქვეყნის მოსახლეობას. სწორედ აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყნის 45% არის ტყით დაფარული, ანუ სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ჩვენთვის ამ ფართობიდან გამომდინარე ამ რესურსს და ჩვენი ქვეყნის ტყეების 98% არის მთის ტყეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ტყეებში მდგომარეობა, ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება ჩვენთვის მოსახლეობისთვის უკეთეს ჰაერზე, ეროზიების რეგულირება, ეს ეხება წყლის რეგულირება და წარმოქმნა მათ შორის, ანუ ჩვენი მოსახლეობა დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირ თუ არაპირ ჩვენი ტყეების მდგომარეობაზე და ამიტომ მინდა შეიძლება ამას ესე კარგად ვერც ვაცნობიერებთ, თუმცა აი განსაკუთრებით როდესაც გეოლოგიური პრობლემებს ვაწყდებით ეროზიების ნაწილში, იქ ალბათ ყველაზე კარგად იგრძნობა რამხელა მნიშვნელობა აქვს ტყეს. სწორად მოვლილს მით უმეტეს. კი, ჩვენ მოგეხსენებათ სახელმწიფო 2013 წელს ხელახლა დაიწყო სატყეო სექტორის რეფორმა, მივიღეთ პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანიც არის მდგრადი მართვა ტყეების, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც სარგებლობა, ხე-ტყის სარგებლობა შეიძლება ეს იყოს როგორც სამასალე ისე საშეშე, ხე-ტყის აღდგენის პროცესი, მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, განათლება სატყეო სფეროში, ყველა ეს მიმართულება თანაბარწილად უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ ჩვენ სწორად მართოთ ტყე. 2000 ჰექტარი, როდესაც ვახსენე, მაინც უნდა დავუბრუნდი ამ თემას, საერთაშორისო და დასავლეთ ევროპის მაგალითად საშუალო მაჩვენებელი არის 1500-2500 ჰექტარი ფართობი, რა დროსაც შეიძლება ვთქვათ, რომ სწორად იმართება, იქნება მართული, თუ კი ეს ერთ ადამიანზე იქნება მიმაგრებული და არა უფრო მეტი. ანუ ჩვენ ახლა ამას კონკრეტულ ნაბიჯს უპირისპირებს სამინისტრო, გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ მოამატოს, ესე იგი, დაიყოს მთელი ქვეყანა სამცველოებად და შესაბამისად ეს იწვევს დამატებით კადრებს იმისთვის, რომ უკეთ იყოს მართული. მეორე მიმართულება ეს არის ტყეების აღდგენის მიმართულება, როგორც დასაწყისში ვახსენე, დაახლოებით 35%-ზე მეტი სამწუხაროდ არის დეგრადირებული, სხვადასხვა მახასიათებლების თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 2000 და მეტი ჰექტარის ტყის აღდგენა მოგვიწევს ყოველწლიურად, დაახლოებით 10%-იანი ზრდით 2030-36 წლამდე არის გაწერილი გეგმები, რომ მოხდეს 10%-იანი ზრდა ყოველწლიურად ტყეების აღდგენასთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტყის აღდგენას აქვს ძალიან გრძელვადიანი არის გრძელვადიანი ასე ვთქვათ პროცესი და შედეგებსაც ვიმკით 5-10 წლის მერე, ხომ? ამიტომ ეხლა არის ძალუყოვნებლივ ნაბიჯები გადასადგმელი და ტყის აღდგენის პროცესი მათ შორის არ მოიცავს მხოლოდ ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობას. ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობა ნიშნავს, როდესაც გარკვეული ფართობი იღობება და ის ხდება ფიზიკური დაცვა, არ მოხდეს გადაძოვება, ძოვება, უკანონო ასე ვთქვათ შეშვება პირუტყვის მათ შორის ასეთ ტერიტორიებზე, რომ იქ მივიღოთ, ასე ვთქვათ, ხარისხიანი ტყე. და მეორე ეს არის
უშუალოდ დარგვა ტყეებში. ამის მიღმა დეგრადაციის აღმოფხვრის გზაზე, რადგანაც თქვი რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ პოლიტიკის გარკვეული დარგობრივი პოლიტიკის ცვლილება მოიაზრებს ეს გარკვეულ სარეკონსტრუქციო ჭრებსაც, ანუ ჩარევა, რა დროსაც ხდება ტერიტორიის გასუფთავება, ტერიტორიის გასუფთავების შედეგად ის პერსპექტივა, რაც ამა თუ იმ ტერიტორიას, ტყის ტერიტორიას გააჩნია და მე მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, სადაც გვაქვს 98% მთის ტყეები და 100-ზე მეტი მერქრული სახეობა და ძალიან მაღალი ბიომრავალფეროვნება, მათ შორის ენდემიზმით, იცით რომ გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის ტყეები და ამით არის უნიკალური, საჭიროებს სპეციფიურ მიდგომებს, რომელიც ტყეების ინვენტარიზაციის შედეგად ყალიბდება და სწორედ მეტყევე სპეციალისტები გეგმავენ ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რა ტიპის ტყის აღდგენის ღონისძიება, მათ შორის შეიძლება ეს იყოს სარეკონსტრუქციო ჭრის ჩატარების, ასე ვთქვათ, აუცილებლობაც, რომ საბოლოოდ მივიღოთ ჩვენ პერსპექტიული კორომები მომავალი თაობისთვის. ბოლოს ბევრჯერ ახსენეთ ტყის მცველი, ბევრჯერ ახსენეთ განათლების ნაწილი. კვალიფიკაცია იმ ადამიანების, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და რამდენად შესაბამისია იმ არსებული სურათისა, რომ მათ შეძლონ მათ შორის იმის დადგენაც და გარკვევაც რამდენად არის ესა თუ ამ თუნდაც აღდგენის ნაწილში რა ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ რომ მონიტორინგის პროცესას ეს ადამიანები ახორციელებენ, ხო? შესაბამისად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაცია. ერთია კონკრეტული ფართობის განსაზღვრა მათთვის და მეორეა მათთვის მათი აღჭურვა იმ ცოდნით, რომელიც მათ მისცემს საშუალებას სწორი გადაწყვეტილებების და სწორი დაკვირვების მექანიზმების შემუშავება და მე მოწოდება დავუშვათ ამ შემთხვევაში სამინისტროსთვის. ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენად არის მათი კვალიფიკაცია შემოწმებული? ვინ არიან სახელდაგვარებს არ გთხოვთ, ბუნებრივია? ლოგიკურია, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, იმიტომ რომ განათლების გარეშე ეს რეფორმა და მათ შორის ისეთი სენსიტიური თემა, როგორიც არის ტყეების მოვლა და მისი მოვლა პატრონობა არ შეიძლება იყოს პროფესიონალი კადრების გარეშე. მეტყევეში მოიაზრება ადამიანი, რომელმაც ისწავლა შესაბამისი აკადემიური, ასე ვთქვათ, განათლება მიიღო, საუნივერსიტეტო განათლებაზე არის საუბარი. ეს ბაკალავრის თუ მაგისტრატურის ასე ვთქვათ მიმართულებით მეტყევეობა ეს საქართველოშიც ასეა და დანარჩენ მსოფლიოშიც აუცილებელია რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტყევის სატყეო განათლება მიღებული. ამ მიმართულებითაც არის სიახლე, იმიტომ რომ როდესაც თქვი რომ დაიყოფა საქართველოს ტყეები სამცველოებად და ვიწროვდება ფართობები, უფრო მეტი მეტყევე სპეციალისტი არის საჭირო, რომ სწორედ მათ დაგეგმონ სატყეო ღონისძიებები. დაგეგმილი არის 90-ზე მეტი სწორედ სატყეო განათლების მქონე პირის დასაქმება დამატებით სატყეო სამსახურებში დაახლოებით 1,700,000 ჰექტარს მართავს მარტო ეროვნული სატყეო სააგენტო, 3 მილიონი ჰექტარი არის საქართველოს ტყის ფართობი და ძალიან დიდი გამოწვევაა ლოგიკური ამ ფართობის მართვა და იმ ტყის ცველებს, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჭირდებათ კიდევ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს დრონები, იგულისხმება ახალი ტექნოლოგიები. ამ კუთხით როგორი სურათი გვაქვს? ხდება შეძენა? ეხლა იწყება ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში. დაახლოებით იგივე ანალოგი უკვე დაიწყო გარკვეული დოზით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დანერგვა საქართველოს სხვადასხვა ტყის ტერიტორიაზე და მისი შედეგებიც არის ძალიან კარგი. ერთის მხრივ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ უკეთესი აღრიცხვიანობის და მონიტორინგის თვითონ ტყის მდგომარეობაზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოს, მათ შორის ფოტოხაფანგებმა. ეს მხოლოდ დრონები არ არის და გარკვეულწილად საუბარი არის კიდევ ტყის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე, რომელზეც უკვე 10 წელია სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა მოდულებს ანვითარებს იმისთვის, რომ ცენტრალიზებული გახდეს საბოლოოდ მართვა, ეს იქნება ტყის მოვლა აღდგენა, ეს იქნება განათლება, ეს იქნება ინვენტარიზაციის პროცესი და შემდგომ ამის დაკვირვება და მონიტორინგი. თქვენ იცით რომ ტყეში ჩვენ ყოველ 10 წელიწადს შეტყრ ვატარებთ ინვენტარიზაციას და სწორედ ამ ინვენტარიზაციის შედეგი, ანუ ტყის მართვის გეგმა, რომელიც უნდა აღსრულდეს. ეს კადრები, მეტყევეები და ტყის ცველები სწორედ გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ტყის მართვის გეგმები და ის პოზიტიური ცვლილება სატყეო დარგში და პოლიტიკაში, რომ ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდოთ დეგრადირებული ტყეების აღდგენაში ქვეყანაში, გვჭირდება სწორედ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კვლავაც აქტიურად გავაშუქებთ ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებს. კარლო ამირგულაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.